2001 წელს ჩინეთში კრიმინალური ხასიათის მქონე იდუმალი მოვლენების მთელი სერია მოხდა. ამ ისტორიის ერთ-ერთი მსხვერპლი ფართოდ იყო ცნობილი სოციალური ქსელი TikTok-ის ახალგაზრდა აუდიტორიისთვის და უამრავი გულშემატკივარი ჰყავდა ინტერნეტ საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. ისტორიის ერთი ნაწილი დაკავშირებული იყო მისი სიკვდილის გარემოებებთან, ხოლო მეორე მისი გარდაცვლილი სხეულის მოპარვასთან. სამართალდამცავები ცდილობდნენ გაერკვიათ, ვის და რატომ დასჭირდა გარდაცვლილი სხეულის მოპარვა. ეს მოვლენები ძალიან ჰგავდა საშინელებათა ფილმის სიუჟეტს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერავინ პოულობდა რაიმე ლოგიკურ ახსნას. შიაო მაოზი იყო ჩინელი ბლოგერი უამრავი გამომწერით. წლების განმავლობაში ის ტვირთავდა მოდისა და სილამაზის კონტენტს თავისი 670,000-იანი აუდიტორიისთვის TikTok-ზე, სადაც ის იყო ცნობილი პატარა კიტის სახელით. ახალგაზრდა მიმზიდველი და წარმატებული პატარა კიტი ცხოვრობდა ისეთი ცხოვრებით, რომელზეც ადამიანების უმეტესობას მხოლოდ ოცნება შეუძლია. ის იყო კეთილი და ძალიან მხიარული ყველაფერში, რასაც აკეთებდა როგორც ონლაინ, ისე მის გარეთ. მაგრამ ისევე როგორც ცნობილი ადამიანების უმეტესობა პატარა კიტიც თავის თაყვანისმცემლებს უზიარებდა მხოლოდ თავისი ცხოვრების ნათელ ეპიზოდებს. სინამდვილეში კი ახალგაზრდა ქალი საშინელ დეპრესიას ებრძოდა. ღიაროს და მომღიმარ პატარა კიტის, რომელსაც ყველა იცნობდა და უყვარდა, ის სხვა არაფერი იყო თუ არა პერსონაჟი, რომლისთვისაც მაოზიმ შექმნა ნიღაბი, რომელსაც ატარებდა თავისი პრობლემური რეალობის დასამალად. მაგრამ ზოგჯერ ეს მხიარული ნიღაბიც ვერ მალავდა მის მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობას. რამდენიმეჯერ TikTok-ზე ატვირთულ ფოტოზე თაყვანისმცემლებმა შეამჩნიეს შემაშფოთებელი დაზიანებები მის სხეულზე. მიუხედავად იმისა, რომ პატარა კიტიმ გარკვეული ბედნიერება იპოვა ბლოგისა და სტრიმინგის საშუალებით, ის დროდადრო ისევ დეპრესიაში ვარდებოდა. ასეთ მდგომარეობაში იყო 2019 წლამდე, სანამ ის დაიწყებდა შეხვედრას კალათბურთის მოყვარულ ჟაო როულინგთან, რომელსაც ასევე ყავდა TikTok-ზე მცირე მიმდევრები. პატარა კიტის ჟაო სიგიჟემდე შეუყვარდა. როულინგს ყავდა თავისი გამომწერები TikTok-ზე, მაგრამ ის ბევრად უფრო მცირე იყო პატარა კიტის გამომწერების რაოდენობასთან შედარებით. და რადგან პატარა კიტი სოციალური მედიის ექსპერტი იყო, მან გადაწყვიტა როულინგს დახმარებოდა მისი TikTok ანგარიშის განვითარებაში. კიტიმ ურჩია როულინგს, რომ უფრო ხშირად გამოექვეყნებინა თავის TikTok-ის პროფილზე პოსტები და უფრო აქტიური ყოფილიყო. მან ასწავლა, როგორ შეექმნა უფრო მიმზიდველი კონტენტი და როგორ გაევრცელებინა თავისი სახელი ინტერნეტში. იგი მუდმივად ეხმარებოდა როულინგს მისი TikTok ანგარიშის განვითარებაში, უწევდა რეკომენდაციას და თანამშრომლობდა მასთან ვიდეოების შექმნაში. როულინგის TikTok-ის ანგარიში დღითი დღე იზრდებოდა. მალე ის 2 მილიონზე მეტ გამომწერზე ავიდა კიტის დახმარებით და მასაც გადაასწრო გამომწერების რაოდენობით. დაახლოებით იმავე დროს, როდესაც მან მიაღწია ამ ეტაპს 2021 წლის მარტში, როულინგმა თავის TikTok-ის პროფილზე რამოდენიმე მოულოდნელი და განსაცვიფრებელი პოსტი დადო. მან თავის გამომწერებს უთხრა, რომ მისი ახლა უკვე ყოფილი შეყვარებული პატარა კიტი არასტაბილური ადამიანი იყო, რომ მთელი მათი ურთიერთობის განმავლობაში იგი მანიპულირებდა მასზე და ემუქრებოდა სახურავიდან გადახტომით, თუ იგი მის ისტერიკულ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებდა. მისი თქმით, კიტი ხშირად იკეთებდა დაზიანებებს სხეულზე მაკიაჟის გამოყენებით, რათა გარშემომყოფების ყურადღება მიექცია და ასევე რამდენჯერმე უღალატა მას ინტერნეტში გაცნობილ მდიდარ მამაკაცთან. ის შეშფოთებული იყო იმითაც, რომ კიტი ორსულად იყო და ეშინოდა ბავშვი შეიძლება მისი არ ყოფილიყო. და იმის მაგივრად, რომ ეს ყველაფერი პირადად კიტისთან გაერკვია, მან გადაწყვიტა ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში თავისი უამრავი გამომწერისთვის ეთქვა, რომ აღარ შეეძლო ამ ყველაფრის ატანა და მას აღარ სურდა კიტისთან არანაირი ურთიერთობა. როულინგის და კიტის გვერდები გადაივსო ნეგატიური კომენტარებით, სადაც აკრიტიკებდნენ კიტის და მოუწოდებდნენ გადამხტარიყო სახურავიდან და გაეთავისუფლებინა სამყარო მისი არსებობისგან. მაგრამ როგორც ყველა მოვიცით, ყველა ამბავს ერთზე მეტი მხარე აქვს და ამ ყველაფრის შემდეგ კიტიმ თავის TikTok-ის პროფილზე გაასაჯაროვა ის, რისი საჯარო თქმა აქამდე არავისთვის სურდა. კიტის თქმით, როულინგმა მას არაერთხელ უღალატა მას შემდეგ, რაც მან TikTok-ზე გამომწერების მოპოვება დაიწყო. ხშირად პირდაპირ წერილებს უგზავნიდა
თაყვანისმცემლებს და ეპატიჟებოდა მათ მასთან. ზოგიერთი ამ საუბრის სკრინები გამოაქვეყნეს იმ ადამიანებმა, ვის ცდუნებასაც ცდილობდა როულინი. კიტიმ ასევე გამოაქვეყნა თავისი დაზიანებების ახლო კადრები, რომლებიც აშკარად რეალური იყო. ასევე გამოაქვეყნა სამედიცინო ჩანაწერები, სადაც გარკვევით ჩანდა, რომ ის ნამდვილად მკურნალობდა კლინიკურ დეპრესიას. კიტიმ განაცხადა, რომ როულინისთვის არასოდეს უღალატია, რომ ბავშვს მისგან ელოდებოდა და მისი ამგვარი დამოკიდებულების შემდეგ მამობის ტესტის გავლაც კი სთხოვა, მაგრამ როულინმა ამაზე უარი თქვა. ის მიხვდა, რომ როულინი უბრალოდ იყენებდა მას სოციალური ქსელის განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ კიტი ერთადერთი იყო, ვინც მოვლენების თავის ვერსიას მტკიცებულებებით ადასტურებდა. იგი ვითარებას ღირსეულად უმკლავდებოდა, პატივსცემდა თავის პოსტებს და ასაჯაროებდა მხოლოდ იმას, რაც აუცილებელი იყო როულინის ბრალდებებისგან თავის დასაცავად. მთელმა ამ განსაცდელმა ღრმად იმოქმედა კიტის სულიერ მდგომარეობაზე. როულინის თაყვანისმცემლები გამუდმებით შედიოდნენ მის TikTok-ის ლაივზე, მხოლოდ იმისთვის, რომ დაეტოვებინათ ვულგარული კომენტარები მისი გარეგნობის და პიროვნების შესახებ და ყველანაირი სახის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. გავიდა რამოდენიმე თვე და კიტიმ გადაწყვიტა დაევიწყებინა ყველაფერი და ცხოვრება გაეგრძელებინა. მის ცხოვრებაში გამოჩნდა ახალი მამაკაცი სახელად ლი, მაგრამ სამწუხაროდ ეს ურთიერთობაც განწირული იყო კიდევ უფრო უარესი დასასრულისთვის. ლიმ გამოიყენა კიტის საბანკო ანგარიში როგორც მისი პირადი ყულაბა და მოტყუებით სახლიც კი აყიდინა მის სახელზე, მაგრამ უფრო უარესი ელოდა კიტის. ერთ საღამოს ლიმ კიტის წყალში დასაძინებელი წამალი გაურია, დაელოდა სანამ დაიძინებდა და შემდეგ მეგობრებთან ერთად სექსუალურად იძალა მასზე. მეგობრები სთხოვდნენ კიტის, რომ მომხდარის შესახებ ეცნობებინა სამართალდამცავებისთვის, მაგრამ მან უარი თქვა. ლი კი ამ შემთხვევის შემდეგ გაუჩინარდა და ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტა კიტისთან. 2021 წლის 14 ოქტომბერს პატარა კიტიმ დაიწყო პირდაპირი ეთერი TikTok-ზე. ზოგი ამბობს, რომ უნდოდა მხარდაჭერა თავისი თაყვანისმცემლებისგან. ზოგი ამბობს, რომ ეს იყო ირიბი გზა როულინის ან ლის ყურადღების მისაქცევად. მაგრამ როგორიც არ უნდა ყოფილიყო მისი мотиваცია, ვინც მის ლაივს უყურებდა, შეამჩნია, რომ რაღაც რიგზი არ იყო კიტისთან. ის ძალიან დაღლილი და გამოფიტული ჩანდა და ნაცვლად იმისა, რომ მხიარული და ბედნიერი ყოფილიყო როგორც ადრე, მან ჩუმად მიმართა თავის აუდიტორიას. რომ სავარაუდოდ ეს მისი ბოლო ვიდეო იქნებოდა. როგორც ბევრმა თქვენგანმა იცის, ბოლო დროს ბევრი პრობლემა ჰქონდა და მინდა ამ პრობლემების მოგვარებას დავუთმო ჩემი დრო. მართალი გითხრათ ვეღარ უძლებამდეს, თქვა მან. ლაივი გრძელდებოდა, კიტი კი უხასიათოდ ესაუბრებოდა გამომწერებს. სწორედ ამ მომენტში კადრში გამოჩნდა გამჭვირვალე პლასმასის ბოთლი, ყავისფერი სითხით. მან თავის მაყურებელს უთხრა, რომ ის შეიცავდა პესტიციდს და აპირებდა მის დალევას. ბევრი ამხნევებდა და მოუწოდებდა მას გადაეფიქრებინა და არ დაელია, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც მოუწოდებდა, რომ დაელია. სწრაფად დაასრულე ეს და თუ სვავ დალიე, წერდა ერთ-ერთი მაყურებელი. ზოგიერთ გამომწერს ეგონა, რომ პატარა კიტი ხუმრობდა და ბოთლი სავსე იყო კოკაკოლით. კიტიმ წაიკითხა რამოდენიმე უარყოფითი კომენტარი და გულდაწყვეტილმა თქვა, რომ მათ ნეგატიურ კომენტარებს ელოდა და ამაში ახალი არაფერი იყო. ბოლო თვეების განმავლობაში კიტი იღებდა უამრავ დამამცირებელ და სიძულვილით სავსე შეტყობინებას სოციალურ ქსელში, მაგრამ იმ საღამოს იმის ნაცვლად, რომ გაებრაზებინა კიტი ამ სიძულვილით სავსე შეტყობინებებს, მან ხელი შეუწყო კიტის მიეღო საშინელი გადაწყვეტილება. კიტი როგორც არასდროს ისე სევდიანად გამოიყურებოდა. ბოთლი ასია, თითქოს მაყურებლებისთვის სადღეგრძელოს თქმა სურდა. მადლობა გადაუხადა ყველას ყურებისთვის და მშვიდად დალია სითხე. მან თითქმის ცარიელი ბოთლი აიღო და გამომწერებს აჩვენა. საშინელი გემო ჰქონდა, თქვა მან. შენ ეს ნამდვილად გააკეთე, დაუწერა ერთ-ერთმა გამომწერმა. მასე მოგიხდება, დაუწერა მეორემ. ცოტა ხანში კიტის სიმშვიდე გაქრა. ჯერ კიდევ ლაივში მყოფმა კიტიმ რამოდენიმე ჭირქა წყალი დალია მიყოლებით. შემდეგ კი ყელზე მოიჭირა ხელი და მძიმედ დაიწყო სუნთქვა. პირდაპირ ეთერი მოულოდნელად გაითიშა. ბევრი ვარაუდობდა, რომ ეს ლაივი მხოლოდ და მხოლოდ ტრიუკი იყო ყურადღების მისაქცევად, მაგრამ მეორე დღეს ყველამ გაიგო, რომ კიტი არ იტყუებოდა. მედია საშუალებებით გახდა ცნობილი, რომ იგი გარდაიცვალა პესტიციდის მოხმარების შედეგად. წინა ღამით მას შემდეგ, როდესაც ლაივი შეწყდა, კიტიმ გააცნობიერა თავისი საქციელი და სასწრაფოში დარეკა. მდგომარეობა აუხსნა და გამოიძახა სამედიცინო სამსახური. სასწრაფო დახმარება სწრაფად მივიდა მის სახლში, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მისი შინაგანი ორგანოები უკვე ისე იყო დაზიანებული, რომ ექიმებმა ვერ შეძლეს მისი გადარჩენა. კიტი ადგილობრივ საავადმყოფოში მკურნალობის დროს გარდაიცვალა. ოჯახმა კიტის სხეული დამკრძალავ ბიუროში გადაასვენა, რის შემდეგაც მის სხეულს კრემაცია გაუკეთეს.
Ამ ისტორიის სრულად გასააზრებლად ჩინეთში გარკვეულ რეგიონებში არსებობს ერთი უცნაური ტრადიცია, რომელსაც მოჩვენებების ქორწინებას, იგივე იანის ქორწინებას ეძახიან, სადაც ქალი და კაცი, რომლებიც ისე დაიღუპებიან, რომ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ და რომლებიც ცხოვრებაში ძირითადად ერთმანეთისთვის უცხოები იყვნენ, მათ ნაშთებს ქორწინების ოფიციალურ ცერემონიალზე აწყვილებენ და ერთად კრძალავენ. ეს ცერემონია ტარდება რამოდენიმე მიზეზის გამო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ცრუ-მორწმუნე ოჯახებს ჯერათ, რომ ვინც პარტნიორის გარეშე კვდება, განწირულია მარტოობისთვის შემდეგ ცხოვრებაში. მეორე, ტრადიციული ღირებულებების მქონე ოჯახები სამარცხვინოდ მიიჩნევენ გაუთხოვარი ქალიშვილის ყოლას. და მესამე, იმიტომ, რომ ზოგიერთ ოჯახს სურს დაიცვას გარკვეული კულტურული ნორმები, როგორიცაა ის თუ როგორ ექცევიან უმცროსებს. ძმა არ უნდა დაქორწინდეს უფროს ძმაზე ადრე, ასე რომ თუ უფროსი ძმა მოულოდნელად გარდაიცვალა, მანამ სანამ დაქორწინდებოდა, მოჩვენებების ქორწინება ამ პრობლემას აგვარებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსგავსი ქორწინება აკრძალულია ჩინეთში. ამ ტრადიციას გმობს მოსახლეობის უმრავლესობა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ არც ერთი გარდაცვლილი არ იყო თანახმა ქორწინებაზე, არამედ გაუგებარია მსგავსი საშინელების გაკეთება, როდესაც საკუთარი ოჯახის წევრის ცხედარს ყიდი ან ყიდულობ, თუნდაც მსგავსი ცერემონიისთვის. ჩინეთში დემოგრაფიული დისბალანსისა და მათი ერთშვილიანი პოლიტიკის გათვალისწინებით გაუთხოვარი გარდაცვლილი ქალების სხეულები დიდ თანხებში იყიდება. ეს ტრადიცია განსაკუთრებით გავრცელებულია შინდუნში, სადაც ქალების გვამების შავი ბაზარი ყვავის. ეს იქ იმაზე დიდი ბიზნესია, ვიდრე ადამიანების უმრავლესობას წარმოუდგენია. საშუალო გასაყიდი ფასი 50,000-დან 70,000 იუანამდეა, რაც დაახლოებით 7,000-დან 10,000 დოლარია. ეს იმდენად მომგებიანი ბიზნესია, რომ საფლავებსაც კითხრიან და მიცვალებულებს იპარავენ გაყიდვის მიზნით. ამის გამო ზოგიერთი ოჯახი თავის მიცვალებულს ბეტონის სამარხში მარხავს და სათვალთვალო კამერებს აყენებენ. რაც უფრო ახალია მიცვალებული, მით უფრო მაღალია ფასი. რამდენიმე კატეგორიის პატარძალი არსებობს, მათ სახელებიც კი აქვთ. ახალი გარდაცვლილი სხეულები უმაღლეს კატეგორიად ითვლება და მათ ახალი ქვია. ეს იმიტომ, რომ ქორწილი შეიძლება დაენიშნოს ქალიშვილის გარდაცვალებიდან რამოდენიმე წუთში. არსებობს შემთხვევები, როცა საცოლე ჯერ ისევ ცოცხალია და სიკვდილს ებრძვის. ყველაზე დაბალი ფასის პატარძალი ცნობილია როგორც უკვე მოძველებული ხორცი. საშინელებაა, მაგრამ როცა ქორწინება ინურია, ასეთ შემთხვევაში არც მიცვალებულის ფერფლი ითვლება პრობლემად. და სწორედ ამ ტრადიციიდან გამომდინარე, სანამ კიტის ოჯახი გარეთ მის კრემაციას ელოდებოდნენ, კრემატორიუმის სამა თანამშრომელმა მოიპარეს კიტის ფერფლი და მის ნაცვლად სხვა ფერფლი გადასცეს ოჯახს. მათ მალე იპოვეს კიტის ფერფლის მყიდველი, მაგრამ 11,000 დოლარიანი გარიგება ჩაიშალა, რადგან მათმა პოტენციურმა მყიდველმა ბოლო წუთს გადაიფიქრა, რის შემდეგაც ისინი დაუკავშირდნენ მეორე მყიდველს, რომელმაც არა მარტო უარი თქვა, არამედ სამართალდამცავებს აცნობა ამის შესახებ და სამივე დამნაშავე დააკავეს. კიტის ფერფლი კი ოჯახს დაუბრუნეს. პატარა კიტის ისტორია მას შემდეგ გამოიწვია დებატების ტალღა ჩინურენოვან ინტერნეტში. ბევრი მსჯელობდა იმაზე, რომ ვინც მას პესტიციდის დალევისკენ მოუწოდა, უნდა დამდგარიყო მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. კიტის მშობლების მიმართვის საფუძველზე სამართალდამცავებმა სცადეს ზომების მიღება ერთი მომხმარებლის წინააღმდეგ, რომელმაც დატოვა ძალადობრივი შეტყობინებების უზარმაზარი რაოდენობა. მომხმარებლის სახელით "შენ ხარ ყველაზე ძვირფასი". მისი კალათბურთის პროფილის ფოტო იმაზე მეტყველებდა, რომ ის როულინის ფანი იყო, თუმცა მან წაშალა თავისი აკაუნტი და საქმე მის წინააღმდეგ უშედეგოდ დასრულდა. პერფორმანსის მსახიობმა მარინა აბრამოვიჩმა ერთხელ თქვა, როდესაც გადაწყვეტილება საზოგადოების სამსჯავროზე გაგაქვს, სიკვდილთან ძალიან ახლოს იმყოფები, რადგან ფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი ტერმინი დეინდივიდუალიზაცია. ჯგუფებში ადამიანებს ეკარგებათ პირადი აზროვნებისა და პასუხისმგებლობის გრძნობა. თვითკონტროლი მეტისმეტად ძლიერი ხდება და იოლი ხდება შეუერთდე განმეორებად იმპულსურ, ემოციურ და დამანგრეველ ქმედებებსაც კი. ამიტომ ჯგუფების ემოციები ყოველთვის უაღრესად ექსტრემალურად, მეტისმეტად ემოციურად, გამორჩეულად ბოროტად და სრულიად გაუაზრებლად გამოიყურება. დეინდივიდუალიზაციას ასევე მინიმუმამდე დაჰყავს თვითშეფასების გრძნობა. ამ დროს დანაშაულის, სირცხვილის და შიშის გრძნობა სუსტდება. ზუსტად ასევე როგორც ინტერნეტში ძალადობის შემთხვევაში მონაწილეები ვერ გრძნობენ, რომ წენენ ერთმანეთს და ვერ გრძნობენ, რომ სხვას ტკივილს აყენებენ. ამ ტიპის ჯგუფური ქმედება გარკვეულ ეტაპზე ძლიერდება. ემოციები
კი სულ უფრო აღგზნებული და გამძაფრებული გახდება მიზნის მიღწევის შესაბამისად. არ აქვს მნიშვნელობა დაზარალდი თუ არა ინტერნეტ ბულინგის შედეგად და გაქვს თუ არა დეპრესია. სანამ არსებობენ ადამიანთა ჯგუფები, ეს სიტუაცია არსად გაქრება. ასეთი ადამიანები, რომლებიც სიბნელეში იმალებიან და კარგავენ სინდის, ყოველთვის იარსებებენ. ისინი მშვიდად დაბრუნდებიან სახლში, მშვიდად დაიძინებენ, ჭამენ, განიხილავენ ჭორებს, მაგრამ ვერასოდეს გაბედავენ საკუთარ თავს რეალობაში გამოუტყდნენ. კლავიატურაზე კაკუნი მათ არსებებს უსაზღვრო სიბნელეში შთანთქავს, რადგან ისინი პიროვნებები იყვნენ, ნამდვილი სახელებით და სახეებით, ცხოვრებისეული გამოცდილებებით, იმედგაცრუებულები, გამოკვეთილი ფიზიკური მონაცემებით, ფსიქიკური აშლილობები, დროის არასწორი შერჩევა და სასტიკი ონლაინ ბრბო, ეს ყველაფერი ამ ტრაგედიას საფუძვლად უდევს. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მოქმედებები და სიტყვები ღრმა გავლენას ახდენს ჩვენს გარშემო მყოფებზე. ამიტომ თითოეულ ჩვენთაგანს აქვს თავისი როლი უფრო უსაფრთხო და უფრო თანამგრძნობი სამყაროს შექმნაში. კარგი იქნება, რომ ყველამ ვისწავლოთ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და ვიყოთ ერთმანეთის მიმართ უფრო ლოიალურები, როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ სამყაროში.